გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი. Პარცევლო ტელემაყურებლებო, გადაცემა ჯანმრთელობა ტელეკომპანია გურჯაანის ეთერშია, გამარჯობათ. მივესალმები იმ ტელემაყურებლებს, რომლებიც გვიყურებს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაცემა ჯანმრთელობის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალსი, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით. ასევე აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ტიპის აპარატურით. ისე რომ იმ პაციენტებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ ჩაიტარონ გამოკვლევა ან შესაბამისი მკურნალობა, მათ მოემსახურებიან ევროპული ხარისხით. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალის ექიმი ქალბატონი თამარ ბეციაშვილი. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ საშიშ და ვერაგ დაავადებაზე, როგორიც არის ციროზი. ქალბატონ თამარ, ბევრმა ჩვენმა ტელემაყურებელმა იცის, თუ ეს სიტყვა რას ნიშნავს, ეს არის ღვიძლის დაავადება, მაგრამ ჩვენ დღეს უნდა განუმარტოთ თვითონ ამ დაავადების არსი და შემდგომში მისი გართულება და პროფილაქტიკურ და ამას თვითონ გადაცემის ველობისას ჩვენ ტელემაყურებელს აუხსნით, თუ როგორ დაიცვან თავი აღნიშნული დაავადებისაგან. პირველ რიგში აუხსნათ, თუ ეს რა დაავადებაა და საიდან წარმოიშობა. მოგესალმებით. მე დღეს ვისაუბრებ, როგორც უკვე მოგახსენათ ბატონმა გურამმა, ღვიძლის ციროზის შესახებ, თვითონ ღვიძლის პათოლოგიების შესახებ და ღვიძლის ფუნქციების შესახებ. ღვიძლი არის ძალიან მეტად მნიშვნელოვანი ორგანო ადამიანის ორგანიზმში. ის საკმაოდ ძლიერი მრავალფუნქციური ორგანოა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არის ძალიან სათუთი და სჭირდება მეტად მოფრთხილება. ღვიძლის ფუნქციებს ჩამოვაყალიბებ ორი სიტყვით, რომ იყოს ნათელი, რას აკეთებს ღვიძლი ორგანიზმში. როგორც ცნობილია, ღვიძლი გამოყოფს ნახველს, ნაღველი მონაწილეობას იღებს ცხიმების მონელების პროცესში. ნახვის შემადგენლობაში მყოფი ნივთიერებები გამოიყოფა უშუალოდ ღვიძლის მიერ. ეს არის ქოლესტერინი, ბილირუბინი, ნახვის მჟავები. გარდა ამისა, ღვიძლი სხვა ბევრ მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს. გლუკოზის გარდაქმნას გლიკოგენად, გლიკოგენის დეპონირება ხდება ღვიძლში, როცა საჭიროა ისე ხდება მისი დაშლა და უჯრედებამდე, კუნთების უჯრედებამდე მიტანა და იქ სამუშაოს შესრულება. ასევე ღვიძლისთვის დამახასიათებელია ამინომჟავებისაგან ძალიან მნიშვნელოვანი ცილის ალბუმინის სინთეზი, ასევე ასინთეზებს ბეტა და ალფა გლობულინებს. მისთვის დამახასიათებელია აგრეთვე ღვიძლში ხდება სისხლის ისეთი კომპონენტების, როგორიც არის პროთრომბინი და ფიბრინოგენი, მისი სინთეზი. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და არა ყველაზე უფრო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ღვიძლისა არის დეტოქსიკაციური ფუნქცია. ღვიძლში ხდება თითქმის ყველა შხამის გაუნებელყოფა. ღვიძლი არის მცველი ჩვენი ორგანიზმის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოფრთხილება. ღვიძლის პათოლოგიების რისკ ფაქტორები ბევრია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეისათვის არის გავრცელებული B-C ჰეპატიტი, რომელიც საკმაოდაა გავრცელებული არა მარტო ჩვენთან, მთელს დედამიწის ზურგზე. როგორც ცნობილია, ღვიძლის პათოლოგიებმა საერთოდ ბოლო 10 წლეულის მანძილზე თითქმის 50%-ით მოიმატა. მოგახსენებთ, რომ C ჰეპატიტით ვირუსით მტარებელი რიცხვი დედამიწაზე დაახლოებით 150 მილიონი ადამიანია, ხოლო B ჰეპატიტის მტარებელი არის დაახლოებით 350 მილიონი. ასევე
ძალიან საშიშია C ჰეპატიტი შემდგომი გართულების თვალსაზრისით. თუ A ჰეპატიტის მწვავე ფორმების ბოლომდე გაჯანსაღება ხდება თითქმის 100%-ით, B ჰეპატიტის 90%-ის გაჯანსაღება ხდება, მხოლოდ 10% გაქრონიკულდება ჰეპატიტად და მე ისიც შესაძლებელია რაღაც ნაწილი გართულდეს ღვიძლის ციროზით. C ჰეპატიტი არის ძალიან საშიში და ვერაგი დაავადება, იმდენად რამდენადაც თითქმის 70-85% დაავადებულის გაქრონიკულდება და აქედან 10-12% 30 წლის პროგრესირების შედეგად შესაძლებელია რომ ღვიძლის ციროზად პროგრესირდეს. ძალიან საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის ალკოჰოლი, უშუალოდ ღვიძლისთვის. ღვიძლის უჯრედებზე ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენს ალკოგოლი. ალკოგოლის სისტემატიური ყოველდღიური მიღება ძალიან ვერაგ გავლენას ახდენს ღვიძლის ჰეპატოციტებზე. მართალია ბოლო ხანებში ჩინელებმა გამოიკულიეს და აღმოჩნდა რომ უშუალოდ არ მოქმედებს ალკოგოლი ღვიძლის ჰეპატოციტებზე, არამედ იგი სპილენძის ცვლაზე მოქმედებს და პარალელურად ეს სპილენძის ცვლა იწვევს B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს ორგანიზმში და ზუსტად აი ამ მექანიზმით ხდება უშუალოდ ალკოჰოლის ზემოქმედება ღვიძლის უჯრედებზე, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია რომ ალკოჰოლი ცუდ გავლენას ახდენს ღვიძლის უჯრედებზე. ამიტომ ღვიძლის პათოლოგიების შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ალკოგოლის ძალიან შეზღუდული რაოდენობის გამოყენება. გარდა ამისა, ყვება დღევანდელი ჩვენი მოგეხსენებათ რომ ფასტფუდების ძალიან დიდი ბუმია თელს მსოფლიოში და ჩვენთან საქართველოშიც. ფასტფუდების საკვები შეიცავს მარილს, შაქარს, ცხიმს, ნაჯერ ცხიმებს, რომლებიც ძნელად შეიწოვება. ამიტომ ცხიმოვანი ინფილტრაციის საშიშროებას ქმნის ეს საკვები. ცხიმოვანი ინფილტრაცია, ცხიმოვანი დისტროფია ღვიძლის არ არის აუცილებელი რომ შემდგომ გართულდეს და თქვა გადავიდეს ღვიძლის ციროზში, მაგრამ შესაძლებელია რომ გართულდეს და ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბებასაც თავიდანვე უწყობს აი ეს საკვები ხელს. ჯანსაღი ყვება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ყველაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ვიტამინებით მდიდარი საკვებით ყვება. ვიტამინები ცილებით მდიდარი საკვებით ყვებაც არის მნიშვნელოვანი ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მარილი მოგეხსენებათ და ყველასთვის ცნობილია რომ მარილი სუფრის მარილზეა საუბარი წნევის მომატებას იწვევს, ყველა მიცის თირკმლის დაავადებებს, მაგრამ მარილი ასევე ღვიძლის უჯრედებზე ცუდ გავლენას ახდენს იმდენად რამდენადაც ცხიმოვანი ინფილტრაციის საშიშროებას ასევე სუფრის მარილიც ქმნის. დღეისათვის ჩვენთან ძალიან ესე ფართოდ მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში ხმარებული ქიმიური პრეპარატები არის ასევე ძალიან საშიში ღვიძლის შემდგომი პათოლოგიების განვითარებისათვის. არის რაოდენობაც შეიძლება ზოგჯერ რაოდენობას კონდეს მნიშვნელობა, ზოგჯერ რაოდენობასაც არ აქვს მნიშვნელობა ორგანიზმის და კონკრეტულად ღვიძლს აქვს იდიოსინკრეზია აი ამ კონკრეტული პრეპარატის მიმართ და შესაძლებელია მცირე დოზამაც კი გამოიწვიოს ღვიძლის მძიმე დაზიანება. ღვიძლის პათოლოგიების ჩამოყალიბებისათვის ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეტაბოლური პროცესების დარღვევას, ისე მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზიც ასევე ღვიძლის პათოლოგიების განვითარების რისკ ფაქტორებს წარმოადგენს. ამიტომ ღვიძლის დაცვის თვალსაზრისით აი ეს ყველაფერი რაც მე ჩამოვთვალე, ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს. ეხლა უშუალოდ გესაუბრებით ღვიძლის ციროზზე, როგორც დაავადებაზე. რისკ ფაქტორებზე ვისაუბრეთ, რაც იყო რისკ ფაქტორები ღვიძლის დაავადების, ეს ყველა რისკ ფაქტორი არის ასევე ღვიძლის ციროზის განვითარების რისკ ფაქტორიც, მათ შორის კიდევ შეიძლება ღვიძლის ციროზის განვითარება გამოიწვიოს ზოგიერთმა დაავადებებმაც, როგორიც არის მაგალითად ტუბერკულოზი, სიფილისი, ასევე შეიძლება ზოგიერთმა კოლაგენოზმაც გამოიწვიოს. თვითონ ღვიძლის ციროზი წარმოადგენს ღვიძლის
ზოგად დაავადებას, როგორც პარენქიმის, ასევე სტრომის დაზიანება, ჰეპატოციტების დისტროფიული პროცესები მიდის, შემაერთებელი ქსოვილის განვითარება ხდება ღვიძლში და იცვლება სისხლძარღვოვანი სისტემა ღვიძლში და ასევე წილაკოვანი სისტემა. ეტიოლოგიურ ფაქტორებზე მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ეტიოლოგიური ფაქტორები არის ზუსტად იგივე, რაც მიგითხარით, ქრონიკული ჰეპატიტები B, C, ალკოგოლი, ტუბერკულოზი, დიაბეტი და რაც ყველაფერი ჩამოთვალე ღვიძლის ზოგადად პათოლოგიებისთვის, რაც არის რისკ ფაქტორები, არის ცხადია ყველაზე უფრო მეტად დიაბეტისთვისაც. მე გამომჩა რისკ ფაქტორებში არის ასევე რისკ ფაქტორი მედიკამენტების თვითნებური ჭარბი გამოყენება. მედიკამენტებიც ასევე თუ ის არ მოიხმარება ექიმის დანიშნულებით და მიზანმიმართულად როგორც საჭიროა, ისიც საშიშია ღვიძლის დაზიანების თვალსაზრისით. ასევე ბადები, რომლებიც ასე უხვად არსებობს დღეს, ბიოაქტიური დანამატები, ფიტოპრეპარატები, რომლებიც ასევე უხვად არსებობს ჩვენს ბაზარზე და უხვად ხმარობენ ჩვენი მოქალაქეები. უნდა გაითვალისწინონ, რომ ასევე ბადებისა და ფიტოპრეპარატების ხმარების პროცესშიც მიაკითხონ ექიმს და ექიმის დანიშნულებით მოხდეს მათი მოხმარება. გავუდოთ თამარ. ძალიან ვრცლად ვისაუბრეთ ღვიძლის დანიშნულებაზე, მის ფუნქციაზე და ჩვენ უკვე დავკონკრეტდეთ, რომ ცალკეული კუთხით შევეხოთ მას. ნუ როგორც თქვენ აღნიშნეთ და ჩვენმა ტელემაყურებლებმაც კარგად იციან, ღვიძლი მეტად მნიშვნელოვანი ორგანოა. ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. ღვიძლი არის მცველი ჩვენი ორგანიზმის. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ, რომ ერთ-ერთი რისკ ფაქტორია ჭარბი ალკოჰოლის მიღება ადამიანისათვის, აქვე განმარტოთ ის, რომ რა ზიანი მოაქვს პირდაპირ ღვიძლისთვის. აი ღვიძლში რას აზიანებს ალკოჰოლური სასმელი, ვინაიდან ჩვენ გვიყურებს ჯანმრთელი კატეგორია, რომლებიც ფიქრობენ, რომ მას არაფერი ცვლილება არ აქვს და შეზღუდოს თავიდანვე თუ დააკვირდეს, რომ როდესაც ღვიძლი უკვე მოიმატებს, თქვათ, გადიდება ცოტა ან თუ რაღაცა, შემდგომ დაიცვას ის რეჟიმი. აი ეს ყველაფერი იქნება აუცილებლად და ძირითადად ღვიძლში რა ზიანდება? ღვიძლში ზიანდება ჰეპატოციტები, ზიანდება პარენქიმა, ვითარდება ალკოგოლის ჭარბი მიღების შემდეგ ცხიმოვანი გადაგვარება იმ უჯრედების, რომელიც ფუნქციონირებენ ძირითადად ღვიძლში. შემდგომ თანდათან ხდება შემაერთებელი ქსოვილის განვითარება, რაც უკვე არის ციროზი. ალკოგოლი ერთჯერადად მიღებული დიდი დოზით შეიძლება არ იყოს ისე მავნე და ესე ერთხელ მიღებულმა ალკოგოლმა შეიძლება არ გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, ციროზი. მაგრამ როდესაც ადამიანი სისტემატიურად, ყოველდღიურად, ქრონიკული ალკოგოლი კი იქნება. მცირე რაოდენობით, აი 400-დან 1 ლიტრამდე ღვინო, 100 მილilitrამდე არაყი, ასევე ლუდს უზომო რაოდენობით სვავს ჩვენი მოქალაქეები, 2 ლიტრამდე ლუდის მიღება სისტემატიურად საუბარია, უკვე იწვევს თანდათან პროგრესულ დაზიანებას ღვიძლის ჰეპატოციტების და ბოლოს სერიოზული დაზიანება, რა თქმა უნდა, ღვიძლის. აქ აღვნიშნეთ ჩვენ ასევე ის, რომ იმ საკვების მიღება, რომელიც შხამქიმიკატებით გაჯერებულია, ასევე ესეთი უხეში საკვები, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის, არა მარტო ღვიძლისთვის, საერთოდ ბევრ ორგანოსთვის ძალიან ცუდი შედეგი ცხიმებით, იგივე ჭარბი, განსაკუთრებით ცხიმი ღვიძლისთვის არის ყველაზე მეტად მავნებელი ცხიმი. ცხიმი ყველასთვის მავნებელი, არა მარტო ღვიძლისთვის, არამედ გულისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ უშუალოდ ცხიმის ჭარბი რაოდენობით მიღება ცხიმის მონელების პროცესში იღებს მონაწილეობას ნაღველი, რომელიც გამომუშავდება ღვიძლში. ეს როდესაც ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ცხიმი ხდება, არის დეფიციტი ნაღლის, ეს თავისებურად ტვირთავს მთელ სანაღვლე სისტემას. ბოლოს იწვევს ეს უკვე დაზიანებას ღვიძლის უჯრედების. ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცის ძალიან კარგად, მაგრამ როდესაც ის
შეიძენს თუნდაც აგრარულ ბაზარში რაიმე პროდუქტს და ყველამ კარგად ვიცით რომ სხვანაირად არ მოდის ბოსტნეული ან ბაღჩეული თუ მას არ შხამქიმიკატებით არ იქნა ის ძალიან საშიშია დამუშავებული ძალიან და რა ქნას ამ შემთხვევაში მომხმარებელმა აი როგორ მოიქცეს რა გადაწყვიტოს არის იქ იმის საშუალება რომ თუნდაც შემოწმებული იქნეს ალბათ 100-დან 100-ვე დასახელებაში ეს იქნება გაჯერებული ეს უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ამას ადგილზე ნამდვილად ვერ მოევლება მაგრამ უნდა ეცადოს რომ თუ იცის რომ ის პროდუქტი ჯანსაღია ჯანსაღი ყვება ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ღვიძლის დაცვის თვალსაზრისით ვიტამინებით მდიდარი საკვები საერთოდაც ღვიძლის პათოლოგია საბედნიეროდ ნელა პროგრესირებს უმეტეს შემთხვევაში ზოგჯერ არის რომ ღვიძლის ციროზი სწრაფად პროგრესირებს გამონაკლის შემთხვევაში მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ნელა პროგრესირებს მაგრამ სამაგერად უბედურების მომტანია კი რა თქმა უნდა ნელა პროგრესირებს და თავიდან მე იმის თქმა მინდა შეიძლება რომ საერთოდ არ იყოს სიმპტომატიკა კომპენსირებული იყოს პროცესი ასე ვთქვათ იქ კი პროცესი მიდიოდეს თუ გამოკვლევებს ჩაიტარებს იქ იქნება ცვლილებები მაგრამ სიმპტომურად გამოხატული არ არის და ეს მდგომარეობა შედარებით დიდხანს გრძელდება ამიტომ აი ამ პირობებში როცა ადამიანი ჯანსაღად იკვებება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როცა უკვე დაზიანებულია ღვიძლი ალკოგოლი კატეგორიულად უნდა გამოირიცხოს განსაკუთრებით საშიშია აი ღვინის სუროგატები ეს ასე დამზადებული სხვადასხვა პროდუქტები ძალიან საშიშია ფალსიფიცირებული სასმელი ძალიან საშიშია უნდა იცოდეს თავის დაცვის მექანიზმები როცა უშუალოდ ადამიანს უხდება შხამქიმიკატებთან კონტაქტი გინდა სამრეწველო გინდა სოფლის მეურნეობის სამუშაოების შესრულების პროცესში აუცილებელია რომ დაიცვას თავი და მან უნდა იცოდეს ეს როგორ უნდა დაიცვას თავი ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა შორის სოფლის მეურნეობაში შხამქიმიკატებთან კონტაქტის შემთხვევაში და მრეწველობაშიც ასევე ალკოჰოლის ხმარება საერთოდ უნდა შეწყვიტოს ალკოჰოლის და შხამქიმიკატების ერთდროული მოხმარება კიდევ უფრო ზრდის რისკს ღვიძლის პათოლოგიის განვითარების. კაპიტან თამარ, თქვენ ასევე აღნიშნეთ ისიც რომ შესაძლებელია თითოეულ მოქალაქეს, რომელიც სისტემატიურად იღებს სამედიცინო მედიკამენტებს, მას შეუძლია რისკის ქვეშ დადგეს, შეიძლება უпростоრეთ რომ ღვიძლის დაავადებისა, მაგრამ ეხლა ეს უნდა ექიმის დანიშნულებით იყოს. თუნდაც ექიმისა იყოს. ექიმისგან განსაზღვრული უნდა იყოს ის რისკები ყველაფერი და როდესაც არის რისკი, ექიმა იცის მაშინ რა უნდა ჩართოს, რა დაცვითი მექანიზმებით უნდა მოხდეს მედიკამენტების მიღება. ეს საუბარია იმაზე, რომ ადამიანმა თვითონ არ უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით მედიკამენტი, როცა საჭიროა ადამიანი ავად არის და სჭირდება მედიკამენტი, ახლა მედიკამენტისგან თავს ვერ შეიკავებს, რა თქმა უნდა. ამ შემთხვევაში ხმარობს ის მედიკამენტს, მაგრამ ეს ექიმისგან უნდა იყოს დანიშნული, დოზა შერჩეული და აქ უკვე საშიშროება, რა თქმა უნდა, მინიმუმამდეა დაყვანილი. ზუსტად მაგაზე განვმარტოთ და თქვენ კარგად აღნიშნეთ, რომ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს ის თითოეული ავადმყოფი, მაგრამ აქ ის უნდა გავსაზღვროთ, რომ ხშირად ხდება ისე, რომ მან რამის მთელი სიცოცხლე უნდა სვასწამალი, თუნდაც წნევის მარეგულირებელის ან დიაბეტის საწინააღმდეგო. გასაგებია, ეს ყველა წამალი ჯერ ერთი არ მოქმედებს უშუალოდ ღვიძლზე და მეორეც თუ აქვს ის მოქმედება პრეპარატს და აუცილებლად საჭიროა ამ პრეპარატის მიღება, მაშინ ღვიძლის დამცავი მედიკამენტების გამოყენებაც არის ამ დროს შესაძლებელი. კაპიტან თამარ, ერთი კიდევ მეტად საინტერესო, რომელიც არ შეიძლება ჩვენს ტელემაყურებელს არ აუხსნათ. ხშირად ჩვენ ქონია საუბარი იმასთან დაკავშირებით და ტელემაყურებელი ყოველთვის გვიყურებს და აქვს თავისი შეხედულება და წარმოდგენა, რომ C-ჰეპატიტი ხშირად გადადის სისხლით. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არის დაცული სტომატოლოგი, მანიკიურში, ან ნებისმიერი ვისაც ან თუნდაც სისხლის
დიახ. გადასხმის ან აღების პერიოდში, რომ ერთ საუღოს მეორე სახელმწიფო პოლიტიკა არის ამ შემთხვევაში მართული. შესაძლებელია რომ განვითარდეს ციროზი უკვე როგორც არა, ეს პირდაპირ სისხლის აღების მომენტში რა თქმა უნდა ციროზი არ განვითარდება, მაგრამ დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა პირველად ორგანიზმი იყოს დაცული უშუალოდ C და B ჰეპატიტისაგან. ძალიან სწორი შეკითხვა დასვით თქვენ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ C და B ჰეპატიტი გადადის უშუალოდ სისხლის გზით. ეს კონტაქტით და სხვა გზები, ესე ჰაერწვეთოვანი და ეს გზა არ აქვს B და C ჰეპატიტის გადაცემის. გადადის უშუალოდ სისხლი. ამიტომ ერთი ორგანიზმისგან მეორე ორგანიზმზე თუ შესაძლებელია სისხლის მოხვედრა, ეს უკვე ქმნის საშიშროებას დაინფიცირებული ადამიანიდან B და C ჰეპატიტის გადაცემის, რა თქმა უნდა. ამიტომ არის რომ აი ზუსტად ნარკომანებში არის ყველაზე უფრო მეტად დაახლოებით 68% ნარკომანების C ჰეპატიტით არის დაინფიცირებული და საკმაოდ სავალალო მონაცემი გვაქვს სხვათა შორის საქართველოშიც. C ჰეპატიტით დაინფიცირებული არის 200,000 მოქალაქე. ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 5-7%. დამერწმუნებით რომ ეს საკმაოდ დიდი რიცხვია. ამიტომ ჰომოსექსუალებში არის ძალიან დიდი რისკი გადაცემის C ჰეპატიტის და ნებისმიერ სიტუაციაში, როცა დაინფიცირებული C ჰეპატიტის ვირუსით და ან B ჰეპატიტის ვირუსით დაინფიცირებული ადამიანის ორგანიზმში ნახმარი, ვინდაც შპრიცით ან ნებისმიერი იარაღი მოხდება მეორე ჯანსაღი ადამიანის ორგანიზმში. ასევე აი საზოგადოებრივი ადგილებში არის, არა, კვების ობიექტებში არა, პედიკური, მანიკური, სადაც კეთდება, საშიშია, უნდა იყოს იქ აუცილებლად. დაცული სტომატოლოგთან რა სამედიცინო დაწესებულებებში, მაგაზე მე არ ვსაუბრობ, რომ იქ სტერილიზაცია ხდება მაქსიმალურად და უბრალოდ თუ ვინმე არ აკეთებს ეს დანაშაულია და ამაზე საუბარი არ არის, რომ საავადმყოფოში ქირურგიულ манипуляციებთან დაკავშირებით თუ სტომატოლოგიურ манипуляციებთან დაკავშირებით იარაღების ხმარება თუ შპრიცები თუ ნებისმიერი რამ რაც მოიხმარება, ყველაფერი არის აბსოლუტურად გასტერილებული და ამაზე საუბარი არ არის. მაგრამ მე მაქვს აი ინდივიდუალურად მომუშავე პერსონალები თუ აკეთებენ აი ამ სტერილიზაციას, ეს ცოტა ნაკლებად სარწმუნოა. მე არ ვიცი, მაგრამ ეს თვითონ ადამიანს შეუძლია დაიცვას თავი, რომ არ მივიდეს ესეთ ადგილას, სადაც და ეხლა ჩვენ ვისაუბრეთ იმ რისკ ფაქტორებზე, დაავადებაზე, რომელსაც მივდივართ კლინიკას მოგახსენებთ. ხო არა, კლინიკასთან ერთად ჩვენ უნდა შევეხოთ იმასაც თუ როგორ დავიცვათ თავი და როგორ ვებრძოლოთ ყოველ შემთხვევაში ამ დაავადებას, რომ გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ამასთან დაკავშირებით ახსნათ კლინიკაც და ესეც ერთად. გასაგებია, დიახ. საერთოდ ღვიძლის ციროზის რამოდენიმე ფორმა არსებობს მორფოლოგიური კლინიკური კლასიფიკაციით. არსებობს პოსტნეკროზული, პორტული, ბილიარული, შერეული ფორმა ციროზის. ასევე აქტივობის მიხედვით აქტიური, არააქტიური, ნაკლებ პროგრესირებადი, არააქტიური ფორმა და აქტიური ფორმა და ფუნქციური თვალსაზრისით არის კომპენსირებული და დეკომპენსირებული. სიმპტომები თითქმის მსგავსი აქვს, ყველა ფორმას თავისი დამახასიათებელი ნიშანი აქვს, რაც ექიმისთვის ადვილია სადიაგნოსტიკოდ. ის რომ ღვიძლი შეიძლება იყოს გადიდებული ან ზომაში შემცირებული, პოსტნეკროზული ციროზის დროს უფრო ხშირად შემცირებულია ღვიძლის ზომაში, პარალელურად ელენთაც იმატებს ზომაში, დამახასიათებელია დისპეპსიური მოვლენები, როგორც არის გულისრევა, ღებინებაც ზოგჯერ, უსიამოვნო საერთო სისუსტე არის დამახასიათებელი, სპეციფიური ნიშნებია სისხლძარღვოვანი ქსანთომები, ვარსკვლავები, ხელისგურები შედარებით გაწითლებულია და ამას ერითემა ქვია, არის დამახასიათებელი ჟოლოსებრი გალაკული ენა, ჟოლოსებრი განაკული ენა არის დამახასიათებელი. როცა არის სპორტული
ციროზი დამახასიათებელია პორტული ჰიპერტენზიის სიმპტომები და საერთოდაც ღვიძლს ახასიათებს გამოიმუშავებს ლეციტინს და სისხლძარღვების კედლის სიმაგრეს განსაზღვრავს ეს და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის პარალელურად ხდება სისაღების ელასტიურობის დაქვეითება, რაც ქმნის პირობას ვარიკოზების განვითარებისთვის, ასევე ქმნის პირობას არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებისთვის. პორტული ჰიპერტენზიის დროს მიდის ღვიძლის პორტულ სისტემაში შეგუბება, რის საფუძველზეც შესაძლებელია ვარიკოზული ვენები გაფართოვდეს, ჰემოროიდული ვენები ანუსის არეში არსებული, ასევე კუჭის კარდიალური ნაწილის ვენები შეიძლება გაფართოვდეს. ყველაზე უფრო ხშირად არის საყლაპავის ვარიკოზული ვენების გაგანიერება და ამ ვარიკოზული ჭიპის არეში ხდება კანქვეშა ვენების ქსელის ჩამოყალიბება და ნიშანია სპეციფიური მედიცინაში ქვია მედუზას თავი, დამახასიათებელი ამვერილობაა ჭიპის, დამახასიათებელი შესახედაობა აქვს. ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები ეს არის უკვე გართულება დეკომპენსირებული პროცესის ციროზის და ძალიან საშიში იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია ვენებიდან მოხდეს სისხლის დენა. ეს არის აბსოლუტურად სასტაციონარო სიტუაცია, უნდა სასწრაფოდ მოთავსდეს ესეთი ავადმყოფი ქირურგიულ განყოფილებაში და მრავლობა იქ უნდა ჩატარდეს. ხო, ღვიძლს ახასიათებს კიდევ სხვა გართულებებიც, სიმპტომებიდან ღვიძლის სიმპტომებიდან ბილიარული ციროზის დროს არის უფრო მეტად დამახასიათებელი სიყვითლე, დამახასიათებელია ასევე ტემპერატურა ბილიარული ციროზის დროს და ქავილი ეს იმის გამო ხდება, რომ ბილირუბინის გადასხმა ხდება კანში. ეს სიყვითლეც ზუსტად მაგიტომ არის გამოხატული, რომ ბილირუბინი არის კანში გადასხმული და ეს იწვევს ქავილს, ძალიან შემაწუხებელ ქავილს. დამახასიათებელია ღვიძლის ციროზისთვის ცვლილებები სისხლის მხრივ, რაც არის ლეიკოპენია, შემცირებულია თრომბოციტების რაოდენობა, თრომბოციტოპენია არის, ეცი შეიძლება იყოს მომატებული, ალბუმინის რაოდენობა მცირდება, შეიძლება გამაგლობულინის რაოდენობა მოიმატოს, ბილიარული ციროზის დროს პირიქით ალფა და ბეტა გლობულინების რაოდენობა იკრებს, ღვიძლის ფერმენტების რაოდენობა შეიძლება მოიმატოს, რომ ვეძახით ALT, AST, GGT-ს, ის შეიძლება მოიმატოს, შეიძლება არც მოიმატოს და იყოს ნორმის ფარგლებში. ბილიარული ციროზის დროს ტრანსამინაზების ტუტეფოსფატაზის რაოდენობა იმატებს ყველაზე უფრო მეტად, იმიტომ რომ ამ დროს გვაქვს უფრო ქოლესტაზის გასაგებია, სურათი. თქვენ ძალიან კარგად ახსენით ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენი ტელემაყურებლებისთვის გასაგებენაზე რომ ვისაუბროთ, ჩვენ მივედით მithumetes ჩვენი საეთერო დროც იწურება, მაგრამ მაინც მინდა რომ ჩვენ გაურკვევლობაში არ დავტოვოთ ჩვენი ტელემაყურებელი. ავხსნათ ის რომ თუ შესაძლებელია რომ ბ-ან C ჰეპატიტის დროს რომ ადამიანის სრულად განკურნება მოხდეს, რით? რომ მას არის საშუალება რომ სისხლის გამოცვლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ძირითადად მაინც სისხლის გამოცვლა. არა, შეკითხვა მაქვს, შემდეგ თქვენ აუხსენეთ ჩვენს ტელეფონს და გარდა ამისა არის მკურნალობა ძალიან აქტიური ინტერფერონებით, რომელიც არის ძალიან ძვირად ღირებული და ნაკლებად ხელმისაწვდომი, თუმცა ეხლა არის ესეთი სოციალურად დაუცველებისთვის არის თანადაფინანსება, თუმცა მაინც ძვირია და არის როგორც მე ვიცი, სახელმწიფო პოლიტიკა იქით მიდის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა იყოს უფასო. როგორც მე ვიცი, საშინააღსრულების დაწესებულებებში არის უფასო ეს ძვირად ღირებული მკურნალობა, მაგრამ ჯერჯერობით ყველასთვის ეს ხელმისაწვდომი არ არის და მომავალში ალბათ იქნება იმედია. და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ჩვენი ტელემაყურებლებისთვის არის რომ მათ იცოდნენ ერთი რამ, რომ ადამიანს მოქალაქეს ღმერთმა ყველა დაიფაროს და ესვა დიაგნოზი ციროზი. უკვე განწირულია, როგორც ადამიანს რო ვთქვათ,
არა, მასე ვერ ვიტყვით, რომ უკვე არა, განწირული იმ კუთხით, რომ უკვე არა, განწირული არ არის. გვიძრმა დაკარგა, რომ აი ზუსტად კომპენსირებული პროცესი. ხალხონთაბარ, აი ზუსტად მაგაზე შეკითხვა მაგ კუთხით მინდა დავსვამ. დაისვა ის დიაგნოზი, ეს საშინელი დიაგნოზი და ადამიანმა უნდა იფრთხილოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის უკვე ის დაავადება, რომელიც არ ინკურნება. უბრალოდ არა, ნამდვილად არის. უბრალოდ მან ხელი უნდა შეუწყოს და გართულებები კურნალობა. ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან კარგად იციან, რომ ადამიანს როდესაც უკვე ციროზი აქვს, ხელსაც უწყობს თავის ჯანმრთელობას ყველაფერი, მაგრამ შემდგომში უკვე ხდება ის, რომ უკვე მუცელში სითხე დგება, რომ უკვე მთელი ყველა ეს პროცესები მიმდინარეობს და თავის ცხოვრებაში განიცდის დისკომფორტს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, რომ ადამიანს ცოტა ის მიეცეს შვება. ჩვენ ვამსაუბრობთ, რომ ჯეოგოსპიტალი ეს არის 21 საუკუნის დასაწყისის და მით უმეტეს გურჯაანელებისთვის ერთ-ერთი ის სამედიცინო დაწესებულება და სამედიცინო კლინიკათა ქსელი, როდესაც ჩვენ აღვნიშნებთ კიდეს, რომ უახლესი თანამედროვე აპარატურით არის აქტიური ფენსა და არის იმის საშუალება, რომ ოსული პაციენტი ამ დაავადებით ჩვენ დიაგნოზის დავსვათ და შეუწყოთ ხელი იმისა, რომ მან შედარებით სუბუქად გადაიტანოს ეს ჯანმრთელობისადმი კურნალობა და მაინც რამოდენი ჩვენ ყოველთვის წუთებითა და საათებით ცოცხლობთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამასთან დაკავშირებით აუხსნა ჩვენს გაურკვევლობაში არ დავტოვოთ. ჩვენს ჯეოჰოსპიტალში მე ამის თქმას რა თქმა უნდა ვაპირებ, არის ძალიან კარგი პირობები იმისა, რომ ჯერ პირველ რიგში დაისვას დიაგნოზი. გვაქვს შესანიშნავი ულტრასონოგრაფიული აპარატი, გვაქვს ძალიან კვალიფიციური სპეციალისტები, ასევე ძალიან კარგი ლაბორატორია და თუ საჭირო გახდება, გვაქვს ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიაც. მაგრამ ზოგჯერ დიაგნოზის დასმისთვის არ არის საკმარისი ეს გამოკვლევები. დღესდღეობით არის არაინვაზიური, საკმაოდ კარგი მეთოდი გამოკვლევის, ეს არის ელასტოგრაფია, ფიბროტესტი, რომელიც ჯერჯერობით გურჯაანში არ აგვაქვს, მაგრამ იმედია, რომ მომავალში გვექნება. ხო, მაგრამ დიაგნოზი ჩვენთან აუცილებლად დაისმევა და ფაქტიურად ახლა ექიმები ვართ იქ, მე თვითონ გასტროენტეროლოგი ვარ, ვიცით როგორ უნდა ვუმკურნალოთ დაავადებას და ჩვენთან მოსულ პაციენტს, რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს უწყობთ, რომ გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე. მოხდეს დიდხანს რემისია, არ პროგრესირდეს ციროზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ავადმყოფისათვის. თავარია გართულებები არ იყოს, არ განვითარდეს, აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, რაც მე ვთქვი, საყლაპავის ვენებიდან სისხლდენა, ენცეფალოპათია არის დამახასიათებელი, შესაძლებელია კიბოდაც გადაგვარდეს ღვიძლი და ასციტი. ყველაზე ხშირად რაც არის გართულება ღვიძლის. ასციტთან კურნალობის, ასციტთან ბრძოლის მეთოდები ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი საერთოდ ღვიძლის ციროზის მკურნალობაც არის ზუსტადაც ჯანსაღი კვება პირველ რიგში, დატვირთვისაგან თავის შეკავება. რომელიც დღეს ასე პრობლემურია ჯანსაღი კვება, ვინაიდან ვიტამინებით მდიდარი საკვები, წელიწადში ორჯერ ვიტამინოთერაპიაც უნდა ჩაუტარდეს. ეს ლაპარაკია იმაზე, ვისაც აქვს კომპენსირებული მდგომარეობა, ჰეპატოპროტექტორები, მაგრამ თუ არის უკვე ასციტი, ასციტს ჩვენ უკვე სხვანაირად ვკურნალობთ იქ და ეხლა ჩვენი ფაქტიურად იწურება საერთოდ, მაგრამ ასეთ შეკითხვა მაქვს და დავამთავრებ ჩვენს, რომ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სოფლიოში რამდენი მილიონი კაცი არის C ჰეპატიტ, რამდენი მილიონი არის B ჰეპატიტ. თუ გაქვთ სტატისტიკა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტში ან საერთოდ კახეთში, ღვინის ქვეყანაში რამდენი ყავს აგრეთვე დაყენებული და აქედან ქალი მამაკაცი მოგახსენებთ ეს სტატისტიკა ნამდვილად დღეს იმიტომ რომ ჩვენ აუცილებელია რომ ჩვენ მოსახლეობამ ეს იცოდეს და სტატისტიკა ნამდვილად არ ვიცი ეს იცოდეს და შემდგომში ალბათ როდესაც გვექნება კიდევ განმეორებითი შეხვედრა ჩვენ ალბათ ყველაფერს გავითვალისწინებთ გავტონ თამარ მე არ მინდა რომ დავამთავროთ ჩვენ პესიმისტურ ტალღაზე ჩვენი საუბარი მე მინდა რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცე იმედი იმის
რომ თუ ისინი გაითვალისწინებენ იმ რჩევებს, რეკომენდაციებს, რაც ჩვენ ვისაუბრეთ ახლა აქ და კიდევ ჩამოვაყალიბებთ მე ამას, ალკოგოლისგან თავის შეკავება, მისი სუროგატების საერთოდ ახლოს არ გაკარება, შხამქიმიკატებთან სამრეწველო და სოფლის მეურნეობის შხამქიმიკატებთან კონტაქტის სპეციალური დამცავი საშუალებებით, ბედა C ჰეპატიტის პროფილაქტიკა, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ჯანსაღი ყვება და ასევე შხამქიმიკატებთან ერთად ალკოგოლის აბსოლუტურად არ მიკარება, მედიკამენტების გეგმაზომიერი გამოყენება, ასევე ბიოდანამატებისა და ფიტოპრეპარატების გეგმაზომიერი გამოყენება აუცილებლად ექიმის დანიშნულებით ეს იქნება პროფილაქტიკა ღვიძლის დაავადების და რაც შეეხება უკვე დაავადებული ღვიძლის შემთხვევაში აი ეს რჩევები აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, მაგრამ ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გასაგებია, დიდი მადლობა ქალბატონ თავა. პაციენტო ტელემაყურებლებო, მინდა ისევ და ისევ შეგახსენოთ, რომ გადაცემა ჯანმრთელობის სპონსორია სამედიცინო კლინიკათა ქსელი ჯეო ჰოსპიტალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი სახის თანამედროვე აპარატურით, ასევე დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ლიცენზირებული სამედიცინო პერსონალით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სურვილი ექნება, რომ ჩაიტაროს სრულყოფილი გამოკვლევა ან თუნდაც შემდგომში მკურნალობა, შეუძლია მივზანდეს და მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები. წარმოგიდგენთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის ექიმი, ქალბატონი თამარ ბეციაშვილი. ქალბატონ თამარ, დიდი მადლობა მოგზაურობისათვის. მეტად საინტერესო საუბრისათვის და ჩვენ ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ აუხსენით თქვენ ის ორგანო, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ღვიძლი, რომ მას შეუძლია ბევრი ფუნქციები შეითავსოს, თუნდაც ნაღლის ბუშტის, თუნდაც თირკმელისაც კი, რომელსაც ამოკვეთავენ და ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმ ორგანოზე, რომლის შეცვლაც არ შეიძლება, რომელსაც ხელის შეხებაც კი არ შეიძლება. ეს ურთულესი ორგანოა და ყველამ უნდა გაუფრთხილდეთ. ჩარდოვანა ღვიძლში გამომუშავდება ამიტომაც ალბათ ჩვენმა ტელემაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის და ამ გადაცემის შემდგომ ალბათ ისინი უფრო მეტად დაინტერესდებიან ამ ორგანოთი. მინდა თქვენთან ერთად დავემშვიდობოთ ჩვენს ტელემაყურებლებს, კარგად ბრძანდებოდეთ, მომავალ შეხვედრამდე. გადაცემის სპონსორია კლინიკების ქსელი ჯეო ჰოსპიტალში.